სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული, ვკითხულობთ თეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის გამოვლენაში და საჭიროა მხარეებს შორის დიალოგის დაწყება. დელეგაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანოების საქმე არ არის. განცხადებაში საუბარია მომავალ არჩევნებზეც, რომელიც ევთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ მიზნების მისაღწევად პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. დელეგაციამ სინანული გამოთქვა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართულ მცდელობებზე. მათი თქმით, ეს განხეთქილებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ევთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ხელისუფლებას თხოვეს შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვეს, რომ ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა. შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი მხარეებს შორის დიალოგის სახალისება იყო. ისინი მიესალმებიან ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, რამდენიმე დღიანი ვიზიტის შედეგად შესაძლოა ევთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს ხდომასა და ჰააგაში ყოველწლიურ სესიაზეც განიხილონ დოკუმენტი.